ყველა რა ვინც გვისმენს, მე ვინც ვისმენს იმათ ალბათ იციან, რომ ჩვენ დავნიშნეთ ემიგრაციის და არა მარტო ემიგრაციის სასურველია თბილისიდან საქართველოსთან ხალხი ჩამოვიდეს 7 ივნის შეკრება, რომელიც მომსახურება ჩვენ საერთო მიზანს ემიგრაციის კოორდინირება, საერთოდ საპროტესტო მოძრაობის კოორდინირება, ჩვენი ჩიხიდან გამოყვანა ახლო მიზნები და შორი მიზნები, ყველაფერი ერთად და მე მალხავს თქო უფლებას, რომ გადაცემის ბოლოს რაღაცა პატარა მას გავაკეთებ promotions რო ეძახიან ახლა იმას ვაჩვენებ რა ქვია პატარა აფიშებს და შევეცდები გაგარკვიოთ რა ხდება. ეს იყო და ეს. მალხას რას გამოარჩევდი აი ახლა ყველაზე მნიშვნელოვნად და რას მივახციოთ ყურადღება. მოგესალმებით თორნიკე ქრისტიანსგა. ჭეშმარიტად არის. აღდგომის შემდეგ ესე იგი არ შევხვედრი ვართ. მე რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ იმას თქვენს ინიციატივას და პირიქით მოხარული ვარ რომ ამ ხიდების გადების აქციაში გადადების ასე დაკავშირების ადამიანების პირველ ხიდში მეც მივიღე მონაწილეობა ვიდეო ხიდში და არა ისეთი ადამიანების როგორც შენ ხარ მე იმაში არ ჩავმართვე ხო მე და შენ ერთმანეთთან სამჭირდება რა ქვია თავპატიჟი მაგრამ მე მიმაჩნია რომ მალხაზნარი ადამიანები ბურჯები არიან ამ ხიდების და ხიდი არ გაიდება თუ ბურჯი არ იქნება ძალიან ნამეტანი მოგივიდა ახლა ჩემ შეგებაში არა ბატონო აბა შენ უსი ჩაიხედე კაი ბურჯის ერთი აგური მაინც თქვათ ხო ლურსმან ატარა ხო და ასე წარმომიდგენია ნამდვილად იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა ქართული ემიგრაციის აქტიურობას, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ძალიან იშვიათად და ფრაგმენტულად ხედავთ. კი დავინახეთ ჩვენ არჩევნების დროს და არჩევნების შედეგების მიხედვით მათი აქტიურობა, მაგრამ ეს ეპიზოდური ხასიათის იყო და ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესე იგი ეს იქნება სისტემური ხასიათის, რაც ახლა ჩვენ გვაკლია და სხვებს აქვთ სხვათა შორის და მე მოგისმინე აი ეგ არის მაგალითი არსებობს სხვებს აქვთ აი მოლდოვის მაგალითი ჩვენერი მაგალითი იყო და გარდა ამისა რომ ეპიზოდური ხასიათის იყო აი ამ ნაკლები კოორდინაციის და ასე ვთქვათ შეთანხმებულობის გამო ადვილად მოიგერია იმან რა ქვია მოდი პირდაპირ ვთქვათ ხელისუფლებამ იმიტომ რომ სინამდვილეში პირწმინდა წააგო ეს არჩევნები ემიგრაციაში მაგრამ მოიგერია სხვადასხვა ხერხებით და ეშმაკობებით ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ძალიან კარგი იდეა არის, მე ვფიქრობ, რომ გამოხმაურებებიც იქნება, რა თქმა უნდა, ქართველებს ჩვენ გვიჭირს ხოლმე საერთო ენის მოძებნა ერთმანეთთან, ისტორიულად, ჩემო ბატონო, ეს დიდი სენი არის ჩვენი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას დავძლებთ და მე ძალიან მომწონს ის პროექტი, რომლის ნაწილი ახლა არის და საკმაოდ ისეთი სერიოზული ნაწილი და ჩვენ მაშინ ამაზე გქონდა საუბარი ეს არის საქართველოს ადვოკატირება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ანუ ეს ლობირება არის საქართველოს და არიან ადამიანები საკმაოდ წარმატებული დასავლეთში რომელსაც გააქტიურება ჭირდებათ ამ მიმართულებით ისევე როგორც სხვა შემთხვევებში გვაქვს ეს ვთქვათ სხვადასხვა ასე ვთქვათ თემების აქტიურობის ესე იგი შემთხვევები გვაქვს და საკმაოდ წარმატებულიც. ამიტომ ეს ძალიან კარგი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტში, როდესაც პრინციპში ეხლა წდება, ესე იგი, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და გარდა ამისა, აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ძალიან შეუწყობს ხელს, ძალიან დიდ ბიძგს მიცემს აგრეთვე, ასე ვთქვათ, ჩვენს აქაურ მებრძოლებს. აქაურ მებრძოლებს, იმიტომ რომ ხო იცით, ძალაერთობაშია თავარ ფრონტზე წინახაზე ვინც არის, არ ვიცი, იმას არ ვიცი, ხარდაჭერა ჭირდება თან ისეთი. ხო, ერთი ხარდაჭერა ჭირდება და მე კიდევ ეს ფრონტის ხაზი ყველგან გადის, თორნიკე, ეს ფრონტის ხაზი ყველგან გადის, ყველგან ბრძოლა არის საჭირო, ყველგან მოქმედება არის საჭირო და ნუ სადაც ახალი არაფერს არ აკეთებ. ჩვენთვის ფრონტი და წინახაზი უცხო არ არის და ამიტომ კარგად მესმის. მოდი
გულწრფელად თქვა, ფრონტის ხაზი ყველგან გადის, კი, მაგრამ რუსთაველზე რო გახართ, თავპირსო გამტრევენ და მე სახლშიო გივარდებიან საღამოს, ის ფრონტი და ჩემი ფრონტი აქ წყლარად ვზივარ და არავინ არ მაწუხებს და არაფერს არ მეშინია, სხვადასხვაა ცოტა რა, მაინც რა. თავისი რისკების, უსაფრთხოების და მრავალი ფაქტორის გამო რა. კი, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ნუ ესე იგი ეს ძალიან შეეხიდება, ასე ვთქვა და შეამსუბუქებს. ხო, აქედან გამომდინარე, ცოტა ვალდებულებაც მეტია და ცოტა თავი უნდა შევიწუხო მე მაგალითად და ჩემნაირებმა, რომ რაღაც ეგრე არ არის რა, კაცი რომ ციხეში წავიდა საერთო საქმის გულისთვის. ნუ ვალდებულებაა რა, სერიოზული. სხვათა შორის ზუსტ მადლობა და ეხლა ზუსტად ერთი წუთით მინდა კიდევ აი მალხაზი რასაც ამბობს, იმისთვის რომ ეს იზოლაციონიზმი რაღაცნაირად დავარღვიოთ. შევეწინააღმდეგოთ ამ უბედურებას, რასაც ქართული უცნება ქვია და გვაშორებს დასავლური სამყაროსგან. ერთ-ერთი პატარა რაღაცა მომიფიქრეთ, რომ 7 ივნისს სტარდება პრისტოში ეს შეხვედრა, სადაც აი ხა უცბად გაჩვენებთ აფიშებს. ეს არის ბრიჯის ხიდები ქვია, 3 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილს მუსიკალურს წითელი აჩქოგულედანი და მისი ოფენერი აგვარებენ, შესაბამისი ლაინაპი, ანუ შემადგენლობა, ვარსკვლავური შემადგენლობა ქართული მუსიკისა შედგა. მეორე არის პანელების ნაწილი, ანუ შეხვედრების ესეთი სადისკუსიო სივრცე, სადაც იქნება ქართულ-ამერიკული საკითხი, სადაც იქნება პროტესტის ფორმების საკითხი, სადაც იქნება განათლების, ამერიკული განათლების, ქართული ბიზნესის და დასავლეთის ბიზნესის საკითხები და ასე შემდეგ. ყველა ნელ-ნელა ივსება ძალიან საინტერესო მონაწილეებით და მესამე იქნება ტურნირი. ეს ყველაფერი მუსიკაც, ფეხბურთიც, კალათბურთიც არის პროტესტის გამოხატვა. ესე გამოხატავენ, ჩვენ უნდა გითხრათ სხვათა შორის, რომ მუსიკოსები უჰონორარულად მონაწილეობენ ამაში. ზუსტად იგივეა, რომ რუსთაველზე მიდიან და მღერიან და პროტესტს გამოხატავენ. ამიტომ ასევე ჩამოვლენ პრისტოში და იმღერებენ. ხელშეწყობა იქნება მხოლოდ გზავრობაში და ასე შემდეგ და სპორტული ტურნირი. თუშის კახატილიძის თილიძის ტურნირი. ეს არის ანწუხელიძის დარი გმირი და ძალიან კარგი ამერიკულ, ქართულ, უკრაინული ისტორია, იმიტომ რომ კახატილიძე იყო ამერიკაში, არაფერი დარდი არ ქონდა, ოჯახიც იქ იყო, მოწყობილი იყო, სამსახური ქონდა და როგორც ამერიკელმა ინსტრუქტორმა ისე იარა უკრაინაში, ძალიან ბევრი ვიდეო არსებობს. თუში როგორ ყვება და როგორ ამბობს, რომ ვიბძვით აქ საქართველოსთვის. ვიბძვით საქართველოსთვის და ეს ხალხია, რომელიც ქართული სინდისია დღეს. იქნება ეს სადისკუსიო ამბები, რომ გითხარით, უკვე გამოიკვეთა საერთაშორისო იავემონიშვილი, ზურავარდიაშვილი, მედია, ანაცხოვრებობა, ბიზნესი. დღეს ქონდა კიდე საუბარი და შემდეგ სულ იქნება ალბათ 10 სადისკუსიო თემამდე. ეს შეივსება დარჩათ 44 დღე, ძველია უკვე დარჩა 40 დღე უკუათვა დაიწყო. გიორგი ლაბაძე არის მთავარი კოორდინატორი, ჩვენი ისტორიკოსი, დოქტორი, ამერიკაცოდნე. მათ გააკეთეს ანაცხოვრებობასთან ერთად უკვე გადაცემა. ეს არის გიორგის საკონტაქტო ინფორმაცია. აი ეს არის ყველაფერი, ეს იქნება 7 ნოემბერს. და ძალიან გამიხარდება ყველას იქ ნახვა, ვინც მოახერხებს, ვინც შეძლებს და ეს იქნება ჩვენი ერთგვარი ვალის გადახდა, თუნდაც აი მთავარ ფრონტის ხაზზე ვინც ადგას და ვინც ციხეებში წავიდა და ვინც თმობს თავის პირადს იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა ჩვენგანი თუ ქართული ქვია და თუ საქართველოს ბედი გვაწუხებს, რაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ვინც სადაც არის, ვისაც რა შეგვიძლია, მინიმალური მაინც გავაკეთოთ. მეთანხმები მაქხას, რომ თავარი ფრონტის ხაზი, ფრონტი ყველგან არის, ფრონტი ყველგან არის. ეს მინდოდა მე თქვა ბოლოს. ჩვენი გადაცემის ბოლოს და მადლობა მაქხას კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, თორნიკე, მეც შემოგიერთდები ამ სულისკვეთებაში. თავშიც თქვი და ახლაც ისა რომ ჩემი რაღაც პატარა მოგზალებული წვრილი რა გითხრა მონაწილეობა მაინც მივიღე ამ ამბავში პირველ დისკუსიაში, რომელიც შეეხო, როდესაც იყო ამ პროექტის პრეზენტაცია, იყო დახურული, ასე ვთქვათ, შეხვედრა, თუმცა ბევრ შეეძლო იქ მონაწილეობის მიღება და ეს ყველაფერი მე ვიცი. იმ შეხვედრიდან შენ რასაც დღეს ყვები და რასაც მე უყურებ,
საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა და არც ისე ესე იგი დრო რო ითქვა ხო პირიქით მე ვთქვი რომ ძალიან ბევრი დრო არის ეს მეთქი განსულს ალბათ ვთქვი ხო გადაჟურს იმ შეხვედრის მერე მქონდა ჩვენ საუბარი და თუ გახსოვს იმ შეხვედრაზე იყო რა სრულად რაციონალური ასე ვთქვათ აზრები რომ ძალიან ცოტა დროა და მოვახერხებ თუ არა და ჩვენმა ერთმა თანამებრძოლმა ასე მეთქვა რომ იქ შენი მეგობარი რო იყო მალხაზიო იმავე რა თქვა თუ გახსოვს ორი თვის კი ხოლ რატო არ ტარდებოდა სად არის ის დრო რომელიც დრო აღარა გვაქვს ჩემო ბატონო არ არის დრო სორი არ არის დრო 25 საათია ჩვენთვის დღე და ღამე ჩემო ბატონო ხო და ამიტომ ხვალ პროტესტზე ვინც გადის ხვალ როგორ გაუთენდება და რანერი ბედიელის წინ არავინ არ იცის და სად არის ეს დროაც ხო ამიტომ მაგრამ აშკარა ჩანს საკმაოდ ისა სერიოზული ესე იგი წინსვლა არა აჩქარებით ვიდის ზვავივით აგორდება ძალიან დიდი იმედი მაქვს იმიტომ რომ ისეთი რეზერვები გამოჩნდა მალხას თურმე ქართველებს ისეთი ხალხი ყავს ამერიკაში მხოლოდ მათი გაცნობით ვარ ბედნიერი ეს არის ახალგაზრდები ეს არის 30-40 წლის ადამიანები რომლებიც შენ რო ამბობ რომ ისინი რომ ლაპარაკობენო პოლიტიკოსები ჯობიანო ყველა ჩვენ პოლიტიკოს ჯიბეს ჩაისვამთ განათლებით თავისი ემოციით თავისი შემართებით ყველაფრიდან ეს რეზერვი თუ გვაქვს ამ ბოდიში და ჯოჯოებს როგორ უნდა ჩავაბაროთ ქვეყანას მე ზოგიერთი ვთქვი ცოტა ისეთნაირად მაინც შანსი რაღაცა დაუტოვე ამათ ხანდახან იქაც ხვდები და სხვადასხვა ჩემ აზრს პირდაპირ უზიარე იქ აქციაზე ხო და აი ტელევიზორებს რო არიან აი ეს ის რა ქვია ის პარლამენტში გასული ოპოზიცია რო არიან და ხან შედიან რაღაც პლატფორმაზე მე ისე უკან გამოდიან ხან რაღაცა ხან ისა ნუ ესენი მე მგონი საქართველოს ხალხმა უნდა დაძლიოს და დაძლევს კიდევაც აი ეს წაჯეკო კუჯეკობის ეს ამბავი რომ ესე იგი აგაში ამიტომ ძალიან კარგი მაგალითის მიცემა შეუძლია აქ ჩვენს დასავლურ აი ძალიან კარგია ეს შერასაც ამბობ მე პირიქით მივესალმები რომ ადამიანები გამოჩნდა აქაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა ახლა გასაკვირველია მე მაგ ყოველდღიურად 2-3 საათი ვარ ყოველდღიურად წერ 2-3 საათი ვარ ასპარეზი უნდა მივცე მე ამ ადამიანებს ველაპარაკე